სახელმწიფო ბრალდებამ დღეს ხდომათა დარბაზში ის ორი მოწმე მოიყვანა, რომლებსაც უკვე სასამართლო გუშინ ორგანიზატორების საქმეზე მოусმინა. ის ექსპერტები არიან, რომლებმაც ვიდეო მასალები დაათვალიერეს და ამოიცნეს სწორედ ბრალდებულები. გასაჯარის გამზად 15 ბრალდებული ზის ახლა და არც ერთი ეჭქვეშ არ აყენებს, რომ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. შესაბამისად, თავად ამ მოწმეების მოყვანა ბრალდებულებისთვის გაუგებარია. ისინი ელოდებიან თავარ მოწმეებს, რომლებმაც შეისწავლეს ათონელის სასახლის ღობე, ჩაატარეს ექსპერტიზა, როგორც ბრალდებულები აცხადებენ, ეს ღობე მათ გადაჭრილი დახვდათ, შესაბამისად მიაჩნიათ, რომ უსაფუძვლოდ იხდიან სასჯელს და ამასთან ერთად დღეს გაკეთდა მინიშნებები, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ღობე სხვა ადამიანებმა მოხსნეს ათონელის სასახლეში, თუმცა სწორედ ბრალდების მხარე ხელბორკილები დაადო იმ ადამიანებს, რომლებიც უდანაშაულობები არიან და საერთოდ საპროტესტო აქციაზე მათ ღობესთან არანაირი კავშირი არ ქონიათ. მცირე განცხადებები გააკეთეს ბრალდებულებმა, ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ბრალდებულების განცხადებები გავრცელდა და ჩვენ ფრაგმენტები შეგვიძლია მოვისმინოთ, რა ხდებოდა ხდომათა დარბაზში. ჩვენ რაღაცა გამოგვიყვეს ვიდეო ფიქსებულებები. ჩვენ ამაზე კი არ აქვს პრეტენზია, ამაზე კი არ აქვს პრობლემა, ეს ჩვენ არ ვიხარ. ამისთვის დაჭირდება ეს შეიძლება იმას ღობე იყო გადაყენების იყო გადავარდა ჩვენ დავამბიებდი არა იმას რომ მე გამოვშდი და ვავიარდი მე ვიყავი ბატონო თუმცა იმაში განაჩაული არაფერი ძალიან გაფიქსირებული სიტუაცია როდესაც კაცი იგნორს თავს ექსპერტად იმას პრობლემი აღნიშნულობა თუ ის გამო რომელი გადაწყვეტილება რამდენი სასახურება ძალიან სწორად შენიშნა ადვოკატი საიდან არის ეს ბაზა, რა ფორმა, რა ნუმერია, ყველაფერი მე 205 მეორე ნაწილის გერპუნქტით ვშია. ის საჭირო რომ იყო კანონში, იმიტომ მისცა დიფრაქცია და გარეგისტრაცია. ამიტომ რა ექსპერტი, რაზმობეთი განაცხადებულია, ვიდუბრომეტია მისი პატრონის გერბო. მართლა არის საჭირო ექსპერტი ყველაფრისა, მაგრამ არ უნდა მეძვალიარები, რომ მე ვიყავი, თუ ყველა ვიყავი. ზუსტად საუბარია, რომელი გადაწყვეტილება არის და ეს სამუშაო შევეჩიო და ექსპერტის ვარ. ისახულზე რა თქმა უნდა ჩემი დაპატიმების სანქციის გაცემა ისჯება ჩემი საფუძველი არა გომარა რომელი მედების საფუძველზე იმ და რატომ მიიღო ჩემი დაპატიმების ადამიანები რომლებმაც ფინანსა დაგეგმილი სპეციალიზაციის ჩაკეტებული დადებითი იქნებ ეს იყო ადამიანები შეგზავნილი რომლებმაც გააკეთეს ეს მოქმედება ჩაიდინეს და იქნებ აქედან კამპანიის ჩუმაცნარებში და ისინი აქცენტი არემოდება ეს ადამიანები ყველა ვერ ამიხარებ ჩვენ დამანაშაულე აი ადამიანები ასეთი არასდრო პროგრესად ყოველთვის დაიწყება აქტი გადაუხადების და დღეს ადვოკატებმა ექსპერტებს კითხვები დაუსვეს იმ ბაზასთან დაკავშირებითაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია და რომელ ბაზაში საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმაცია არის შენახული და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში ტურისტად თუ საქმიანი ვიზიტით მყოფი ყველა ადამიანის ინფორმაცია ინახება, მათი ფოტოები, პირადი ინფორმაცია. ადვოკატებს აინტერესებდათ, რამდენ ხანში ერთხელ ახლდება ეს ბაზა და ამასთან ერთად რამდენად სამართლებრივ კანონიერი არის ის, რომ ძალოვანი უწყება ყველა ადამიანთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, აქ საერთოდ როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება ამ ბაზაში, თუმცა ექსპერტებმა კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები დღეს უფლებადამცველებს არ გასცეს. ამ წუთებში სასახლის ღობის საქმეზე ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება, ამ საქმეზე რამდენიმე ვიდეო აქვს დარჩენილი პროკურატურას სასამართლოში გამოსაკვლევი და სწორედ ამ ვიდეოების ყურებას იწყებენ ახლა მხარეები მოსამართლესთან ერთად.